გამარჯობათ. დღემდე ეხა ყოველ ვიდეო დავიწყოს ხალხო. როგორ უძლებთ? როგორ უძლებთ? პირველ რიგში წვალობდი აი ესე რომ ქონა ხოლმე თმები. იმიტომ რომ ესე ყოხდათ ესე მოკლედ ჯერ ხო ისედაც მტვერს მიქონა ჩემი სახლის სულ გზის გამო მდებარეობის გამო სადაც ყველა მაგას წუხს მოკლედ ნახე რა ვიტყვი ხო და ეხლა ორ მაგათ იმიტომ რომ ხო იცით რატოც ოთახში რემონტების გამო დამიწერეს არ გეზარებაო თუ ყოველ წელს ერთი და იგივეო აი მე ძალიან მაგრად მეზარება მაგრამ ისა არა თვალით ეწერა ნეტაში რო არ გეზარება ყოველ წელს ერთი და იგივეო არ ვიცი სახელი არ მახსოვს რა ეწერა აი მაგრამ მეზარება თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ არა შენ მაგრამ აი ელემენტარული არის კითხვის გარეშე შეგიძლია ადამიანი მიხვდეს სად ერთი ოთახი და სად 4 ერთად ასე რომ მეზარება მაგრამ სავარაუდოდ მომავალ წელსაც ეს მდგომარეობა მექნება და საბოლოოდ მორჩები მაღლა ოთახების რემონტს აი მე ვენტილატორი კი მაქვს მაგრამ ხო იცით მე ვენტილატორს არ ხმარობ და ისევ ესე გავცივდები რჩენ ეხლა იცი რატო დამცხა ძალიან მტრები და ყველაფერი ხო გადავწმინდა და ყვავილები მოუწყე როგორ მაღლა მოვიტანე წყალი ზემოთ ქონოთ სიარულის თავი არ ამქონდა დიდი ვედრა გავავსე წყლით ამოვიტანე და ქოთნით შიგვევ დგავდი ძალიან მაგარი მორწვის სტილია და ძალიან მომწონს თლიანად ანუ წყალი რომელსაც უყვარს ოღონდ რომელსაც არ უყვარს ოდნავ დაასხავრო წამსიცხეში არ გარდაიცვალოს ხო და ისა შიგ დგავდი ბიჭებს დავინია შიგ დგავდი რომ კარგად გაჟღენთილი იყო ეს ხო მოწყე მე მოვდექი რაღაცა ზედმეტობები აღალაგე და დავამთავრე და იმან დამცხა ეხა ვიჯექი იატაკზე აი გარეთ ხალჩაზე სანამ მეთქი მტვერსას ვფიქრობ საღამოს შემოვიქროლებ უბრალოდ ფსიქოლოგიურად შვიდდები ხოლმე იმასე რომ ვაკეთებ რომ ტურებისა დალაგებულია მაგრამ სინამდვილეში რა ის დალაგებული რა დღე შევდა ხო ახალი ის მაქვს რა ქვია ცოტა შორის კაი ხანია თავი არ შეუხსენებია ჩემ კბილებს ერთადერთი რის ტკივილსაც ვერ ვიტან არის კბილი და შეგიძლია დანარჩენი რავი გამხლიჩო შუაზე კბილი არ მტკივა მე ეს კბილები მაქვს გაკეთებული ანუ ჩემ კბილებზე მაქვს გადაკლული ზოგადად არ გამოვირჩევდი არც ბავშვობიდან ძვირფასი კბილებით იმიტომ რომ სულ მტკიოდა ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ხა მოულას და იმას ახლა რას სულელია მაგრამ მაინც მიჭიანდებოდა და სულ დაპლომურად დაურბოდი ხო და ნინოზე რო ვიყავ ფეხმძიმედ იმ პერიოდში დამეშალა სრულიად კბილები მერე რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდა არ შეიძლებოდა ისე უნდა დამეპლომბა რომ ნემსი ჭირდებოდა არაერთ ადგილას და ამიტომ ცოტაც და სანამ ნინო გადავიყვანე ჩვეულებრივ კვებაზე კბილები აღარ მქონდა ვიზუალურად მქონდა და შიგნეულობა აღარ ჰქონდა ხო და მე დავიწყე ზრუნვა რომ ცოტა რა ხა წარმოიდგინეთ ახლა კბილები როგორ დისკომფორტია რა და თან რო გტკივა და გაწუხებ დისკომფორტავიდან ნებე ტვინში რომ აი დრელეთი მუშაობს ნერვი ვაიმე გრა კოშმარია ხალხო გუშინ წინ ივანესთვის აეროპორტში წასულერად რომ საათ ნახევარი მეძინა და მე აპტეკით რომ უნდა წავსულიყავთ ივანეს აეროპორტში დავხვედროდით ვიგრძენი მთლიანად შიგნით პირის ღრუს სასის ტკივილი
ანუ რო გავეღვიძე უკვე მაგ ტკივილით იცი როგორ აი ცანკერ ტკიოდ აი როგორ ძნობ რომ რაღაცა დისკომფორტი გააქვს თითქოს არ გტკივა მაგრამ რო გტკივა აი ხრძილები აი ესე გადაცემა რავი ვერ მივხვდი ნინო ჩაუწიე ცოტა ვერ მივხვდი რა იყო ну კაი დავედით მოვედით იქნებ მეთქი მომეჩვენება ნამდვილად გადამიაროს დილით რო ავდექი რო წავედი სამსახურში თითქოს არაფერი მაგრამ საღამოს ვიგრძენი ისევ ამოპირისხოს ტკივილი გუშინ საღამოთი უკვე საკმაოდ ტკიოდა აი ხელის დადებით აი აქ გრძნობ რომ მაგ რაღაც რა სავარაუდოდ დაგროვებას იწყებს ეხლა რო თქვა რამე ცივი ვჭამე მეთქი საზამთროსაც ძალიან ცივს ვერ ვჭამ რა ხო და ეხლა ცივის ბრალიც არ არის როსო ეს ადგილი მაქვს ხოლმე პრობლემური აი ხელს რო ვიდებ აი აქაც გრძნობ აი აქაც და აქაც გრძნობ რომ დასიება კი არა მაქვს ჯერჯერობით მაგრამ აი იქ რო ხელს ვიდებ აი წინა კბილზე გიგონება რაღაცა დაზეწოლა ხდებაო აი აქ რო ვიდებ ხელს ადრე ზუსტად ეს ორი კბილი მქონდა ესე არხი მქონდა მთელი კვირაზე მეტი გახსნილი იმიტომ რომ აი ამ მიდამოებში ჩირკი მქონდა დაგროვილი დილას რო გავიღვიძე ეხლა არ ვიცი რამდენად მეტყობა ეს ტუჩი ცოტა ბოტოქსიანი მქონდა აწეული მქონდა სხვა შორის მიხდებოდა ესეთი იყო მე დაცხარა ცოტა მაგრამ სავარაუდოდ ეს თავისას იზავს უბრალოდ მინდა რომ ცოტა ხანი გავქაჩო და ჯერ არ მინდა რა ჯერ არ მინდა იქით იყოს ჯერ კბილების გაკეთება აუცილებლად უნდა დავიწყო უბრალოდ გეგმავდი სადღაც შემოდგომის კენ და მინდა რომ იქამდე გავქაჩო ჯერ მოცლის გამო მოცლის გამო და ამ სიცხის სიარულის გამო და ფინანსები სხვა რაღაცისთვის ამაქვს გათვლილი. აუცილებლად უნდა გავიკეთო წელს მაქვს ეგის, მაგრამ აქთან, ჩვენთან სოფელში, სადაც ბავშვები დამყავს ხო. ვაიმე, ნინო, დღეს რა უნდა წამეყვანე? აუ, სულ დამავიწყდა. დღეს რა უნდა წამეყვანე კბილზე? აი ხა შული წიხლით რომ ცემოს. აი ხა მამა როგორ ვგოწავა. მანქანით ვერ წავა. ხალე წავითეთ იქნება გრილოდეს. აგეთ შოი რო კონსა და გაქვს. ხო და მეზარება რა ამ სიცხეში იარე. ჯანაბას ვიული პირბადით. ოღონდისა თუ გაკეთება, აი ერთი კბილი და ორი კბილი და წინა მხარე და ეს უკვე აქეთაც გასაკეთებელი. ეს გაიკეთე მარტო და მარტო ეს ერთი არა. აი რომ მივალ ვეტყვი ახლა, მაგრა დამაძინეთ. ვერაფერი გავიგო რა ვიცი. გავიკეთეთ 1-2 ლიტრა რამე. და რომ გავუძებ კაი კბილებით გავიდე სულ. მისავით რა ზუგენივით. ხო და ზემოთ და ქვემოთ ერთიანად გავიკეთებ აუცილებლად. არ იქნება პატარა თანხა, მაგრამ ერთადერთი რაღაცა რაც კბილებში, რაც არ უნდა დაგენანოს ადამიანს, ეს არის კბილებში გადაყრილი თანხა. დახვედი? ფული გარიბში არა მაქვს, მეტი 60 გარი. აი, მარტო 60 ავიღე. არა, საფულეში ნახე. არა, საფულეში კი არა, რა მოვიღეთ მაშინ გახსოვს ეგ ვერ ჩავავდი. პოზიცია და ფული. ფული? უჯრაში კიდე. სომოიღე მე 60 რაც. 60 ხო და 60 ვეძე. 60 მეტი არ მქონდა. არა, წვრილი ფულები იყო. აბა ნახე მაინც საფულეში. ყველის ფული რომ მივეცი 60 ავიღე, იმიტომ რომ 50 უნდა მიმეცა და არა არ იყო და 60 ავიღე და. მე ხო შულო რა საუბრობ. ჩაი კურდე. სვა. ეცან.
ნინო შენ აგაკაწეული? ჩაუწიე მეთქი, ასჯერა ვთქვი. ერთი კაცი მინდა დავიქეო, რომ ის იქნიოს. დღეს რაღაცები მაგას ამზადებელი, ხორციანი კერძი. ქათამი თუ გაწუხებთ არა უშუალო მაგასაც ცხელა ხალხნო და ყველაფერი მაგ ღია, ყველაფერი თოჭკა ღია მაგ. ფარდა კი მაქვს ახლა გაწეულმა ვერ გავწვიმთ, გაივსებ აქ ინკლით ბუზით და 1000 რაღაცით, მაგრამ ესეც საკმარისი არის, ცოტა რომ დაუნიაოს, მაგრამ არ უნიავებს, იმიტომ რომ ფოთოლი არ იწვრის. დღეს არის ჩემი დედამთილის დაბადების დღე. ხო დავაპირებდით ჩასვლას რა, მაგრამ ეხა ბინაში წარმოიდგინე. ჯერ აქ. ხო და თან შუქი და რაღაც არ ქონიათ იქ. რავი რატო ლილოს დასახლებაში ადგილას ჩაქრალი შუქები. ხო და ესა. ლაშამ და ამოიყვანოს მოკლედ და რამე რომებს აქ გავამზადებთ და აქ ვიქნებით. ეხლა ყველა სასაცილო იქნება, სასაცილო არა საინტერესო, ამაღამ დაწოლის სიტუაცია. ეს ჩქარა უნდა დავინიაურო, ცოტა ხანი გავჩერდე. ვიგიდა. მე? შუბლის თანხმობის მე შეიძლება შეძლოს. შუბლის თანხმობის. შენ მოგივანოს. ტელეფონის ნომერი რა არის მითითებული, რა ვისი მიუთით? თუ არ მიუთითეთ ჩვენი ნომერი რანაირად? თქვენი მითითება ძინო პასმო. ხო და აბა რანაირად უნდა დავითანხმოთ. მე რა გითხრა. ხო რას ვამბობდი? ამაღამ დაძინების სიტუაცია. ესე იგი, ნანის ვაძინებ ნინოს საწოლში, ბარბარეს თავის საწოლში. ნინოს ვაძინებ საწოლებს შორის მატრასზე. იონეს და ბიძინას ოთახში და მატრასზე გარეთ ზალაში ლაშას. მე ამაღამ სიგრილეში გადავწყვიტე მუშაობა. რა ქვია იმას? იმ დეკორატიულ სახლებზე და რაღაცეებზე. ხო და სადამდეც გავქაჩა, ან დაბლა ვიქნები რაღაცა რომ სიგრილეში ვაკეთებ, მაგრამ ეხა არაფრის თავი არ მაქვს და სადაც მიმეძინება იქ მივეყუდები. თუმცა ალტერნატივა ძალიან ბევრი ადგილია. ერთი ტახტი, მეორე ტახტი, დაბლა ჰამაკი, ყველაზე კარგი. აი ასე. გუშინ იყო ნანუშკის დაბადების დღე. ხო და მივლოცე მესენჯერით. ფიქრობდი რომ ვიდეოში მეხსენებინა, მაგრამ მე ვიცი ხოლმე რომ ხო ანუ მესენჯერში ვიცი რომ არ შემოდის ხშირად და მე რატომღაც მომერიდა იმის რომ ჩემს გამო ბევრმა რომ მიწეროს მეთქი, მე პასუხის დაბრუნების გამო თუ რაღაცა მეთქი არ რო არ შედის რაღაცა ის არ გამოიწვიოს მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე მე მიმეწერა მარტო თავი შევიკავე ინიციატივის გამოხატვით, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველა კარგს უსურვებით რა სისულელია, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა ჩემს გამო მისი მესენჯერი დატვირთულიყო და მოკლედ მიხვდებით ვინც მისახვედრი ხართ, ვინც მოკლედ. ხო და ვიცი რომ ბევრმა მიულოცეთ, ნახე ნანუშკის Facebook-ი მილოცვები და ვიცი რომ ჩემს ვიდეოს ქვეშაც ბევრი მიულოცავთ. მესენჯერში მიმიწერთ, რომ იშვიათად შემოდის ხოლმე მესენჯერში და ხან არის სიტუაცია რომ ვერ ხსნის. ამიტომ დარწმუნებულები იყავით რომ ჩემს ვიდეოს ქვეშაც აუცილებლად წაიკითხავს. აი ეს რო შემეძლოს ახლა რომ მოვიკიდო და ჩამოვიცალო. წუხედავლიე ანალგინი, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცოტა ტვინისკე მიდიოდა ტკივილი. ვერ ვიტან. აი მე ოღონდ თავი კი არ კბილი არ ამტკი. ეხლა ცოტა კიდე უწევს და მე მგონი ერთ ანალგინსაც დავლე. ის ჩემია. ეხლა კიდე მინდოდა მეთქი ფრჩხილებს გავიკეთებ, მეთქი სამსახურის მერე ხო მინგრეული მაქვს ხოლმე ფრჩხილები და
ისევ დავიწებები მეთქი ფრჩხილებს ხო გახსოვთ რომ ფრჩხილებს ელაპარაკი და მე რა შემთხვევით რაღაცები გავამზადოთო მე ვფიქრე რომ სადღაცა საჭმელში მე ჩავაყოლო მე ეს ფრჩხილი და მოდი მანან დაეტიერა ნინო ერთი აი მანდრონა ბეღლავის ფოთლი ეგ მოიტანე და უჯრიდან წამლების ყუთი ამოიღე რა ამინდა გითხრათ ჩემი სადღაც კვირიდან დღეს უკვე ხუთშაბათია რავი ძალიან მიყვირს ჯერ პირველ რიგში ის მიყვირს რომ ნაყინზე ვთქვი უარი როგორ ხარ საერთოდ კი არა მოვიღე ოპერაციიდან იმიტომ რომ ვერ ვიზავ მაგას ანალგინი მოვჭი ანალგინს საშუალო ფეხები გაფშიკო ხო და ყვებითაც ძალიან ლაითად და ვცდილობ რომ ცომეული არ ვჭამ ეს ყველაფერი ორშაბათიდან თლათ მართლა კარგად მივყვები რა ერთ სიტყვით დღესაც რომელი საათია 2 საათი ხდება და საზამთრო ყველი მაქვს ნაჭა აი ყლაპე ბაღალყნო აი რო კიდია იმაზე დაეკიდნე ხო და წონით არ აწონილი ვარ იმიტომ რომ ესა ელემენტები ნინომ წამართვა რაც ეს ჩაალაგა აი იცი რომ დღეს ვჭამე ბოლოს ნაყინი Facebook-ზეც და ესეც ვიდეო რო დავდე ხო იცი ოღონდ ერთი ცალი ვჭამე მართლა ის პარკები ჩემი არ იყო ხალხო მთელი ოჯახის წევრების პარკები იყო და ერთი ცალი მე უნდა მე ერთი ჩემი წილი რაც იყო ის შევჭამე პატიოსნა და ნუ მე კიდე მინდოდა მაგრამ უბრალოდ ნინო გამექცა ვერ დავიჭირე არც გავკიდებული ვარ რა მაგრამ ეზარებოდა ცხელოდა ხო და რა ვიცი ნახოთ აბა რა იქნება იმიტომ რომ ოქტომბერში მივდივარ ქორწილში სავარაუდოდ ხო და მთელი 2 თვეა იქამდე მანანა მაგრამ შენ ხო იცი შენ ჭამის მანერა და სტილი ჩემოლამაზო და 2 თვე რას გეყოფილი უბედურო შენ აი ესეც დამღლელია გაჩერდები თუ არა ცხელა არა და მაგრამ შეა ხა და რა ვჭამ აუცე მინდა მანიკაშა მინდა მე ხო თქვი რომ მოვიყიდო მეთქი და რატო არ გამახსენდა ეხა კიდე ვეწავ ვერსად სულ რო აგეიქ დამიდონ ეხლა კარის იქით მანიკაშა მოდი ჭამეო აი ვერ გავალ კაკაო მინდა ცივი რძე ცივი ნეტა მარტყოფში არავის აყავ ისეთ რო ხა ვინც რძეს ყიდის იმიტომ რომ ხა მაღაზიაში კი გახვალ და იყიდი მაგრამ რავი მინდა რა რა შეიძლება ჩემს ინკუბატორს გუშინ აი მე გუშინ უნდა განახოთ მოიცადე გუშინ გამიგზავნეს ამინამ წეს გვეცე რა გამიგზავნეს მოიცა ეს არა სადარი აი რა ეხა გაქრება არა გამიგზავნეს ინკუბატორის სურათი რა მექნა აქ უნდა ყოფილიყო აი მარი აი შენ ხო ესეთი გაქვსო ხახნაკ დააკვირდით რა ტიტილე ორი ცალი ყავს ამასაც გამოჩეკიდან ეს ხო ესეთი ხო გააქვსო მარი მოგეკითხავ აქედან ან ესეთი საწერია თემიდან გამოწვევ ინკუბატორი მართლა ჩეკავს თუ გაქვთ ნერვი ლოდინის 2-3 წელს გამოგიჩეკავთ სავარაუდოდ ჩემში 2 ცალია 5-დან მაგრამ ეს იყო პირველი რომც არ გამოჩეკოს
ახლა თლათ მაგის ბრალი არ იქნება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში შუქი ხშირად ჩაქრა, მაგასაც იტანს, მაგრამ ანუ კიდე ჩავალაგებ რა და იმას ვიზავ. ეხლა თუ დღეში ორჯერ ვატრიალებდი, ორჯერ, არა ერთხელ. ეხლა მოვატრიალებ ორჯერ, მით უმეტეს უკვე ბოლო ხანებში, როდესაც ამ სიცხეში მეტად განიავება სჭირდება, იმიტომ რომ კრუხს ხოვს ვავთ ხოლმე და სანამ შეჭამს მინიმუმ 5 წუთი, თუ მაქსიმუმ 5 წუთი, ხო და კვერცხი მიავდება. აი ეგ სიტუაცია უნდა გავუკეთო მანდალს. სადაც ცოტა ხანი ანუ კერ გავთიშო ხოლმე, გადავდო ხოლმე ის სახურავი რომ განიავდეს. და ვფიქრობ რომ მეორე ჯერზე უფრო კარგი შედეგი მექნება, ნახოთ. ეხლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ მინდა რომ ცოტა კბილმა გამიაროს, თორე სახეზეც მეგონი მეტყობა უკვე ამ სიცხეში რომ კბილის არა, ყველაფრის ტკივილი მაქვს ეგ. აი ეს. არა და არ მინდა ეხლა. ცოტა ხანს ხო შეიძლება მოეთმინა 1-2 თვე და მე ამტკივნოდა. ოღონდ იცი როგორი ტკივილია? არც ერთი ნერვი აღარ მაქვს ამ კბილში. და ეს უკვე ისეთი ტკივილია, რომ შეიძლება ცოტა ხანი გააჩუმო, კაი შეიძლება ერთი თვე გააჩუმო, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს მუშაობს და ეს უნდა ჩამოსახსნე, აი, რავი. რამდენი ხანი მოუნდები არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე მე ჰოლივუდის ღიმილი უნდა გავიკეთო, მარტყოფში. იმიტომ რომ სრულად ვენდობი ჩემს ექიმებს. ლელას, ანას, გიორგის და ალექსის. რა პრასტეტი რომელიც დენს ირტყმენება, როდესაც იგინებიო და ქართველებიო, ნახე. ქართველებს ვესებოუათ ამ უბედურებს. ქალიან კაციან TikTok-ზე უნდა გავუკეთოს უყოლას, უყოლა ისეთი პირით იგინება, რომ გადაიწვება. აჰა, ეს წაიღე რა. დაგემშვიდობებით ხახლა მომავალ ვიდეომდე და აუცილებლად იმ ვიდეოსაც ჩავწერე 10,000 კაცზე, რომ ვიდეო ჩავწერე და ის კომენტარები უნდა წამეკითხა და პლუს მინდა რომ როგორ მოველით 10,000 კაცამდე რა გამოიარა არხმა თქვენთან ერთად ეგ ჩავწერო ეგეთი ვიდეო რა, მაგრამ მაგას იცი როგორი სიტუაცია უნდა, ცოტა სიგრილე, ცოტა სიწყნარე, არც და უნდა გეჩქარებოდეს, არ ქვია მქონდეს გასაკეთებელი, აი ესეთი, ხო და დაგემშვიდობებით ახლა. წავედი ცოტა ხანი. კბილი თუ არ გამივლის, რავი. სხვა გზა არ იქნება, მეგონი წავალ და ვეტოს უჩამომიცალე, რაცა მაგ არ მინდა არაფერი მეტი.